ჩვენ დღეს ამ სოლიდარობის ღამეს უძვნით ჩვენს კოლეგას ანდრო ჭიჭინაძეს, რომელიც ყველანაირი სამხილის გარეშე, ყველანაირი მტკიცებულების გარეშე იმყოფება პატიმრობაში. დღეს მისი სასამართლო პროცესი იყო, რომელიც კიდევ ერთხელ გადაიდო. ასევე ჩვენ ორი დღე ვხედავთ იმ ზეწოლას თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებზე, რომელიც უკვე ყველანაირ ზღვარს სდება. ჩვენ ვხედავთ, რომ ზედიზედ იძახებენ პოლიციას. თვითონ პოლიციაც კი გაკვირვებული გველაპარაკებოდა და გვიყვებოდა ამაზე, რომ მესამედ გამოგვიძახესო. და სწორედ ეს ღამე არის ჩვენგან ერთგვარი სიმბოლო უწყვეტობის, უწყვეტი პროტესტის, იმის, რომ ჩვენ არ ვაპირებთ დავნებდეთ. ამას ვეუბნებით როგორც ჩვენს მოწინააღმდეგეებს, ასევე ჩვენს თანამოაზრეებს. პროტესტი უწყვეტია, უკვე 100 დღეზე მეტია გრძელდება. თითქმის იმდენივე ხანია, რამდენი ხანიც ანდრო და სხვა პატიმრებიც არიან დაკავებულები. და სწორედ სოლიდარობის ღამეა დღეს ჩვენთვის. ვაჩვენებთ პირველ რიგში ერთმანეთს, სფეროს წარმომადგენლები ერთობას. ვაჩვენებთ ერთმანეთს, რომ არ ვაპირებთ დავტოვოთ არც ანდრო და არც ერთმანეთი და არც სტუდენტები. არავინ ჩვენი სფეროდან და არც მის გარეთ. ჩვენ ერთად ვართ და არ ვაპირებთ, რომ დავნებდეთ და არ ვაპირებთ, რომ დავმარცხოთ.